რუსთაველის გამზირი დღეს შაბათის მარშია, მარშიც სწორედ დიუშენის დისტროფიის, კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებს ეძღვნება. სალომე ბოკუჩავას თავ პირდაპირ ეთერში. სალომე, თუ გესმის ჩვენი გადმოგცემ ეთერს და მოგიტევი რა ხდება სათხართ. მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ, შეიძლება ითქვას, რომ მარში სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღევანდელი დღე თემატურად ეძღვნება დამოუკიდებლობის დღესა და აღნიშვნას. მოგეხსენებათ 26 მაისისთვის არის დიდი სამზადისი დაწყებული აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიაში შეტანილი იყო განცხადება, რასაც პრინციპში არაერთი შეზღუდვა დაეწესდათ ორგანიზატორებს, მათ შორის ტექნიკის გამოყენების თვალსაზრისით და უთხრეს თბილისის მერიაში, რომ არ შეიზღუდოს გადაადგილება რუსთაველის გამზირზე დღის მეორე ნახევარში, ამიტომ ყველანაირი ტექნიკის და ნივთის გამოყენება იქნება აქციაზე შეზღუდული. მიუხედავად აი ამ დღევანდელი განცხადებისა, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და ორგანიზატორებისთვის, 7 საათზე 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრება უკვე დაანონსდა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან 7 საათისთვის, შემდეგ კი სვლელობას გამართავენ რუსთაველის გამზირისკენ და ტრადიციულად შეკრების მთავარი ლოკაცია იქნება საქართველოს პარლამენტი. საინტერესოა რა გეგმები აქვთ პოლიტიკოსებს, რომელთა ნაწილი უკვე იმყოფება აქციაზე. მე შევეცდები რომელიმე მათგანს გავესაუბრო და ვკითხო, როგორ ემზადებიან 26 მაისისთვის, რომელსაც ზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს სამშაბათს დღეს. ირაკლი, გამარჯობა. 26 მაისთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადება, თქვენი პოლიტიკური გუნდი როგორ ემზადება ამ დღისთვის და როგორ წარმოგიდგენია დამოუკიდებლობის აღნიშვნა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებებში, რაც ტარდება 26 მაისამდე, მათ შორის ვარიგებთ ფლაიერებს, მათ შორის ხვდებით მოსახლეობას, დღესაც იყო ეს შეხვედრა. თავარი არის ერთი რამ, მეგობრებო, არ შეიძლება შაჰ-აბასობის აღნიშნელებმა თემურლენგის საფლავზე ყვავილების მიმტანებმა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მანდამაის დიდგორობას, ჩვენ მეგობარ თურქეთში, მაგრამ მანდამაის დიდგორობას ჩამსვლელმა ხალხმა ექსკლუზიურად არ უნდა აღნიშნოს დამოუკიდებლობა უნდა აღნიშნოს იმ ხალხმა, რომელიც ებრძვის ჩვენ მრავალსაუკუნოვან მტერს რუსეთს, რომელიც ოკუპაციას კი არ ემსახურება, არამედ ებრძვის და უნდა აღნიშნოს იმ ხალხმა, რომელსაც ყავს ამდენი პატრიოტი პოლიტმატიმარი. ყველას მივესალმები, ჩვენ არ ვაჩერებთ გაჩერებას მანამდე, სანამ თითოეული თქვენგანი არ დატოვებს საპრობილეს, სანამ არ გათავისუფლდება ჩვენი საქართველო. მივესალმები ყველას. ანატოლი გიგაურის სტატუსი წავუკითხე, ხა ანატოლის მოვიკითხავ და ბატონ პაატას ყველას არ მინდა ვინმე გამორჩეს, ყველანი აუცილებლად ვიქნებით თავისუფლები და ამ თავისუფლებისთვის თავარია რომ არ გავჩერდეთ. ივანიშვილის რეჟიმის ხო ხედავთ რა ხდება, ხო? გეოპოლიტიკურად დასაყრდენი აღარ აქვს, მათ შორის შიგნით კლანური ბრძოლები არის უკვე კულმინაციაში, ამ კანონებს იმიტომ იღებენ, რომ აღარ აქვს რესურსი და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე უნდა ვიყოთ ამ პროტესტში, რომ საბოლოოდ ჩამოიშალოს ეს სისტემა. დიდი მადლობა ირაკლი პავლენიშვილს უსმენთ. ხედავთ ხალხის ნაკადს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართება და როგორც უკვე გითხარით, სამზადისი პრინციპში არ დაწყებულა გუშინ ამ აქციისთვის, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის სამოქალაქო აქტივისტებმა დაანონსეს არაერთი შეხვედრა გამართეს და ესაუბრნენ რეგიონებში მოქალაქეებს იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც დღეს არსებობს და მათ მიაწვდინეს ხმა და მოისმინეს მათი პოზიციების. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ რაიონებიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები. ბატონ გამარჯობა. 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთდა დღეს განცხადება. ვიცით, რომ 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა შევიკრიბოთ. განსხვავებული ფორმით უწევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. თქვენი აზრით, დღეს გვემუქრება თუ არა საფრთხე დაკარგვა ეს დამოუკიდებლობისა და როგორ უნდა ვებრძოლოთ პრორუსულ ხელისუფლებას? ჩვენ ვართ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ძალიან ახლოს და ამას მე კი არ ვამბობ, ამას თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, არამხოლოდ ამბობენ, აკეთებენ. მთელი საარჩევნო კამპანია ამაზე ჰქონდათ აგებული და საარჩევნო კამპანიის და გაყალბებული არჩევნების შემდეგ ამის პრაქტიკაში განხორციელებაზე გადავიდნენ.
მithქვამს და რა ვიცი, სულ ამას ვამბობ, მე მგონი, რაც ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში. ეს არის უკიდურესად ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს საქართველო ჩააბაროს ლანგარზე მიართვას რუსეთს, აქციოს რუსეთის უკანა ეზო, სადაც ერთი მუჭა ოლიგარქები საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე უზომოდ გამდიდრდებიან. ეს ხდება დღეს საქართველოში. მადლობა ძალიან დიდი. კოლონა გადავიღოთ, რომელიც მიემართება რუსთაველის გამზირისკენ, დროშებით ხელში შეძახილებით ამ პროცესს ტრადიციულად აკონტროლებს საპატრულო პოლიცია და ნაწილობრივ გზა არის, მოძრაობა არის გაჩერებული. დღეს ამ აქციის დაწყებამდე, მსვლელობის მარშის დაწყებამდე დაანონსდა 26 მაისის შეკრების დეტალები, როგორც უკვე გითხარით, აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 7 საათზე სამშაბათ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც გაიმართება მარში და არაერთი საინტერესო ღონისძიება ელით ადგილზე მოსულ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებას უკვე 500 დღეზე მეტია აპროტესტებენ.